Salmebat შაბათის მებალე. ეს არის ჩემი ბაღის ძირითადი ყვავილნარი და როგორც ხედავთ, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მას მომხიბლელობა მაინც არ დაუკარგავ. ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და აკლიკეთ ვიდეოს მარჯვნივ ქვედა კუთხეში არსებულ ლოგოს და თუ მოგწონთ, მოიწონეთ ვიდეო. დღეს ძალიან ბევრ საინტერესო რამეს განვიხილავ და დარჩით ჩემთან ერთად ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. ესეთი ჩონჩხი დარჩა ამ ველური ტყემლის, რომელიც ვერაფრით ვერ ამოვიღე და გადავწყვიტე ესეთი ტროპიარი მეკცია. ზამთარში ესეთი პატარა ხელოვნების ნიმუში იქნება. ალდა პროწეული. როგორც ხედავთ, ყვავილნარს ჩონჩხი შენარჩუნებული აქვს, არო ზამთარში, ეხლა არის დეკემბრის შუა რიცხვებს უახლოვდებით. მეორე კვირა იწყება. და ჯერჯერობით არა მარტო მარადმწვანე მცენარეები, როგორც არის ტუია, ეონიმუსი, ლავანდა, როზმარინი, ნაძვი, ცინარერია, აგრეთვე ვერონიკა, მრავალწლიანი ალისუმი, ეს ყვავილობს კიდევაც მესახელი სულ ავიწყდება. აქეთ ამ მხრიდანაც რო შევხედოთ, შეხედეთ, ეს ტუია კონიკები, იუკა, ღვია ბლუერო. შორის მინდა გაჩვენოთ რა ლამაზად არის ნამი თუ გამოჩნდა ბლუეროზე. სამწუხაროდ ეკრანზე არ ჩანს, მაგრამ წვინავს. ბრილიანტის წვეთებივით არის. მართალია ეს შემოდგომის სილამაზეები, არა მარტო შემოდგომის გაზაფხულის და ზაფხულის, უკვე მხოლოდ ჩონჩხად დარჩა. მაგრამ ეს ჩემ ვერანდაზე მაინც არის სიმწვანე. სხვათა შორის ეს ძალიან გვიან გაზაფხულის დასაწყისში, ზამთრის ბოლოს დაყრის ფოთოლს. ეს არის ხვიარა ვარდი ედენ როუზი, პიერ დე რანსარი, რომელსაც ზრდი ბუჩქად ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ზრდი ბუჩქად და საკმაოდ კარგად ყვავილობს. ბუშმალა, ლაიმ საიპრესი, ეს არის კანდიდა, ლილია კანდიდა, რომელიც ყვავილობის მერე თითქოს ქრება, მაგრამ აი ამ მას რა ქვია ასეთი მას იკეთებს აი ამ დროისთვის ამ ფოთლებს, რომელიც მწვანედ რჩება მთელი ზამთარი. შეიძლება ითქვას მარადმწვანეა. აქ დანარჩენი ლილიები არ ამოვიღე, სანამ თვითონ არ ამოტრიალდება და ამოტრიალებით არ ამოვიღებ, არ ვაწვალებ, თუნდაც მთელი ზამთარი იყოს. მე პრობლემა ამაზე არ მაქვს, აი ამებზე ვსაუბრობ. გერ იქითაც უბრალოდ მონიშნულია, რომ აქ არის ლილიები. ეს არის კროკოსმია, ქვემოთ ფოჩებად რომ არის. ეს შარშან გადავრგე შემოდგომით და დავუშვი შეცდომა. რადგან კროკოსმი არის ბოლქვოვანი, 3 ბოლქვის სიღრმეზე ჩავრგე. არა და ამ შემთხვევაში კროკოსმისთან გამონაკლისია ცოტა მაღლა უნდა ჩამერგო, ისევე როგორც ლილეინიკები. ასე რომ აი აქ შეცდომა არ იყვავილებს, გვიან იყვავილებს ეს.
ვარდი ყვავილობს, ეს არის ჩაის ჰიბრიდული ჯიში. ზებრინუსი მხოლოდ გაზაფხულზე გადაიჭრება, იმიტომ რომ თუ გვიან გაზაფხულზე სანამ წამოიღებს ახალ ყლორტებს, თუ იქნა ძლიერი ზამთარი ყინვიანი, უნდა ფესვები მასთან შევინარჩუნო, ანუ ფესვთა სისტემა რომ არ მოიყინოს და შესაბამისად ჯერ არ ვეხები. სხვათა შორის თავებსაც აღჭრი ჰორტენზიებს, როგორც გითხარით, დათბობა ამოსალოდნელი და არ მინდა რომ ვეგეტაციაში წავიდეს. მოკლედ, ესეთი რამე ხდება. ეს არის სტახისები, ესაც მარადმწვანეა, თუმცა რა გითხრათ, აბა ამის არც ყვავილი არ მომწონს, ბორდიურად კარგია რომ ეს გარედან მოლი არ შედის კლუმბაში. და ამიტომ ხმარობ. აი კი მარადმწვანეა, მაგრამ რაღაც აი გაზაფხულისთვის თითქოს მოყვითლდება მოლპებასავით ფოთლები. თუ არ გეზარება და გაასუფთავებთ, იქნება მაინც სუფთა და კოხტად. აი ეს როგორი ლამაზი იყო სედუმის შემოდგომით. ამას ვეძახდი მატრონას, მაგრამ მე მგონი ეს არის autumn joy. მე ამას ვტოვებ მაინც ზამთარში, იმიტომ რომ რაღაცა სტრუქტურულია და მომწონს. უკან ვტოვებ აგრეთვე უკვე დაამთავრა სეზონი პეროვსკიმ, შალფეიმ, სალვიამ, მაგრამ ესეთი რაღაცა აკრთოვლი დაიდება, თითქოს ესეთი ვერცხლისფერი საახალწულო რაღაცა მას ეფექტს იძლევა და ძალიან მომწონს. აი ეს სედუმი ბრილიანტი იმისგან განსხვავებით ნაკლებად დეკორატიული აღმოჩნდა წელს. შარშემეტყობა სხვა სეზონი იყო, სხვანაირი შემოდგომა იყო და უფრო ლამაზად გადაიყვავილა. წელს რაღაც არ მომწონს, ამას სავარაუდოდ ამის ჩონჩხიც არ მომწონს. გადავჭრი. სხვათა შორის, აი დააკვირდით უკვე შევამჩნიეს უჩვეულო ნოემბერი რო იყო, აი ძირში შეხედეთ, უკვე აქვს ახალი ყლორტების ჩანასახი. ეს არც თუ ისე კაი ამბავიას. ასე რომ ყველა სეზონს უხდება ის ამინდი, რაც მისთვის არის გაწერილი. ობრიეტას მარადმწვანეა, გაზაფხულზეც ისპრად იყვავილებს, სხვათა შორის ობრიეტას არ უყვარს მზეზე ყოფნა და ამიტომ მყავს ესე ჩრდილში. საკმარის მზეს იღებს. გამახსენდა არმერიები, თქვი არმერიები. ესე გამოიყურება ეს ადგილი. იბერისი ყვავილობს. გადაიყვავილა სპირია, ბლუმა, mountain რაღაცა. Globe Mountain-მა. ეს საჭოთ ფერი შეიცვალა ამან. უნდა დავაკვირდე. ეს არის გამარწყდა სახელი გამახსენდება დავაწერ. 9 ტყავა, ლონიცერა, ნიტიდა. აი ესე ბუჩქად გავჭერი, მანამდე ესეთი კასკადური ფორმა მქონდა მას. აი შეხედეთ, წეღარო გაჩვენეთ ვერონიკა როგორც ცოცხლად გამოიყურებოდა. აქ უკვე ზამთარში შევიდა. მარადმწვანე იერი დაკარგა, ეს არის ვარდისფერი ვერონიკა. აი ეს არის ცისფერი ვერონიკა. ამათ ცოტა ხანი ვაცდი. დადგეს ზამთრის ამინდები სერიოზული და გადავჭრე ძირში. მომნიშნა, მაგრამ ჯოხს ჩავარჭობ, რომ ვიცოდი ან ქვას დაუდებ დასახელებით, რომ ვიცოდი აქ რა მაქვს და არ გავმარგლო
გაზაფხულზე. აი, ამანაც ამოაგდო. აი, ეს წელს პირველად ხდება ესეთი რაღაც. მე მგონი არც იმ სედუმ ბრილიანტს არ გადავჭრი, რომ სახალი ყლორტები თბილად იყვნენ მაინც. ძველი ტოტების ქვეშ. აქ როგორც მახსოვს ხოსტა მქონდა. და ესე გამოიყურება ხოსტა. ღმერთო, ხოსტამაც წამოიღო. აი დაუშვებელი რამ ხდება. ეს ხოსტა კი გაუძლებს, მაგრამ მე მგონი ფხვიერ მიწას მივაყრია გზელოდან. так, არ მერია, ისე ყვავილობს. აი როგორც ხედავთ, ჩონჩხი შენერჩუნებული, ანუ ზამთრის ინტერესი დატოვებულია. ხეხილმა სუდაყარა ფოთოლი. უცნაურობები შევამჩნიე, შევწამლე ხეხილი 3%-იანი ბორდოს ნარევით ფოთოლცვენამდე და სანამ ფოთოლის 20% ბოლო 20% იყო დარჩენილი 80% ჩამოწვი და მერე შევწამლე უბრალოდ ჩამოვრეცხე. აი ეთქობა კიდევაც ლურჯია თან იმიტომ რომ შევშინდი რაღაცა უცნაურად გასკდა მეზობელმა მემაქცევინა თავის ქლიავზე ყურადღება და რაღაცა უცნაური რაღაცები ჭირს აი ესენი ზიარავა რა არის თუნე მიცით იქნებ მითხრათ რით უმკურნალო ვაპირებ სარეცხის საპნიანი წყლით და უხეში ჯაგრისით ჩამოვხეხო და მერე ისევ შევწამლო. თუმცა ბორდოს ხსნარით რამდენად გამომივა არ ვიცი, იმიტომ რომ ამ პერიოდში ცოტა რთული იქნება. თბილი ამინდია საჭირო, სადღაც 10-15 გრადუსი, არ ვიცი ეგ იქნება თუ არა. და ნალექი არ უნდა იყოს მოსალოდნელი. არა, ნუ აი ქერქის მთლიანად ჩამოსძვრა. ეს რაღაც არ არის კაი ამბავი. არ ვიცი რა ხდება. რა უცნაურია, ძალიან უცნაურია. შინდმა კვირტები გაიკეთა. ხომ ვერ მეტყვით ეს საშიშია, რა ხდება. ეს ხო წესით გაზაფხულზე უნდა მოხდეს. არის მარადმწვანე, იზრდება სადღაც 2 მეტრამდე. გაზაფხულზე სურნელოვანი პატარა თეთრი მოვარდისფრო ყვავილებით იყვავილებს. მოლოდინში ვარ. არის რომ მეორე ანალოგიურ პირობებში ძახველი რომელიც გაჩვენეთ არ ყვავილობს ჯერ. ჯერ კიდევ ყვავილობს პომპონელა და დევიდოსტინის Lady of Shalott. სასურველია მათი შეწამლაც, მაგრამ მენანება, რათა დავწვავ 3%-იანი ბორდოთი სოკოების წინააღმდეგ. იყვავილონ ჯერ. ეს არის ზამთრის ჟასმინი. როგორც ხედავთ, გაიკეთა კვირტები. მოემზადება ყვავილობისთვის. სადღაც გაზაფხულზე იყვავილებს ყვითელი ყვავილებით. ცნაურობა ნეზალისუნი არის. მარადმწვანე, ისაც ყვითლად მოყვავილია. გასარკვევია, რატო გაუყვითლდა ამას ფოთლები ამ ადგილზე. სხვაგანაც მაქვს ჩარგული და ისეთი რამ არ ჭირს.
ეს თეთრად მოყვავილი არის ალისუმი ერთწლიანი. ერთხელ გამოვიყვანე თესლიდან ჩითილები, ჩავთესეთ ყოველ წელს ესე ითესებიან, თუმცა ნაკლები. რაოდენობით. რადგან მარგვლაშიც ხვდებიან შემთხვევით. დეკემბერში აი ესე შეიფერა ბორდოსფერი ატავური კოწახური. დაველოდები პირველ ყინვებს და ჩემ პირველ მოსავალს ავიღე კოწახურისგან. რა ხდება აქ? გაჩვენეთ რომ იყო იქ ერთად ფილას უჭირდა ალისუმი იყო გაყვითლებული. წესი და ესე უნდა გამოიყურებოდეს, რაფერი არ უნდა ჭირდეს. შეიძლება უბრალოდ ძალები ერჩიან. აი ესე შეიფერა ვარიკატული ვეიგელა, შეიფერა არა, ფოთლებს ჩამოყრის, ეხლა და დარჩები მხოლოდ ჩონჩხი. ამას თავებს დავფიქრდები გადავჭრა თუ არა. ჯერ კიდე შეიძლება დათბეს და არ მინდა წავიდეს ვეგეტაციაში. სერიოზულად მწიფია. უკვე დავკრიფე, ტოტები დავაჭერით, ან სხვასავით არის. ჩავიტკმარუნებთ პირს, მე და ჩემი საყვარელი ძმისშვილები. გამიგოძეთ დაგემშვიდობოთ ჩემი ვერანდიდან ხედით მყინვარწვერზე. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და დამილაიქებთ, გამოიწერთ ჩემს არხს, შაბათის მებაღე. მინდა გისურვოთ სასიამოვნო ზამთარი, უქმეები, ახალი წელის შობა. მე კიდევ ჩავწერ ზამთრისთვის მზადების და შეფუთვის მეთოდებს, ასე რომ ამ წელს ჯერ არ გემშვიდობებით.